ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენა ხორციელდება როგორც ამონასუნ ქაერში ალკოჰოლის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდით, ასევე ბუნებრივია აღებულ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდით. სისხლის აღება შეიძლება ნებისმიერი ნებადართული სამედიცინო დაწესებულების მიერ და თვითონ სისხლი უნდა იქნეს გადმოგზავნილი შემდგომი კვლევისათვის. ინსტრუმენტული მეთოდით მოხდება აღნიშნულ სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის განსაზღვრა. ამონასუნთქი ჰაერში ალკოჰოლის რაოდენობის დადგენა ბუნებრივია გაცილებით უფრო უმტკივნეული და მარტივი მეთოდი არის, ვინაიდან აქ საჭირო არის გამოსაკვლევი პირი წარმოუდგინდეს თვითონ პირადად და ბუნებრივია მან აღნიშნულ ინსტრუმენტში უნდა განახორციელოს ჩაბერო, რომელიც არც თუ ისე რთულ პროცედურას მოითხოვს. რაც შეეხება მესამე კვლევის ობიექტს ბიოლოგიური მასალა შარდს, ბუნებრივია მეცნიერულად დადასტურებული არის, რომ შარდში არსებული ალკოჰოლის რაოდენობით ვერაფრით შემთხვევაში ვიმსჯელებთ სიმთვრალის ხარისხზე, შესაბამისად, მასში აღმოჩენილი ალკოჰოლის რაოდენობით არ ვაძლევთ თრობას ხარისხს და ბუნებრივია ეს ინფორმაციული ამ მხრივ არ არის. ალკოჰოლი ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწყებს დაშლას და ორგანიზმიდან გამოდევნას. 1 საათის განმავლობაში საშუალოდ ადამიანის ორგანიზმი კარგავს 0.15 პრომილე ალკოჰოლს. პრომილე ნიშნავს 1 ლიტრ სისხლში არსებული ალკოჰოლის რაოდენობას გრამებში. ანუ 1 პრომილე ნიშნავს, რომ ადამიანის 1 ლიტრ სისხლში აღმოჩენილი არის 1 გრამი ალკოჰოლი, სუფთა 1 გრამი ალკოჰოლი. სიმთვრალის ხარისხი გვაქვს ამ ეტაპზე 3 ხარისხის. ეს არის მსუბუქი ალკოჰოლური თრობა, საშუალო ალკოჰოლური თრობა და მძიმე ალკოჰოლური თრობა. მსუბუქი ალკოჰოლური თრობა იწყება 0.31 პრომილედან და 1.59 პრომილეს ჩათვლით არის. შემდეგ არის საშუალო ალკოჰოლური თრობა, რომელიც 1.50-დან იწყება და 2.59 პრომილეს ჩათვლით არის, ხოლო მძიმე ალკოჰოლური თრობა გახლავთ 2.50-დან 5 პრომილეს ჩათვლით. ზელა წარმომიდგენია ადამიანში ადამიანში სიმთვრალის იმ რაოდენობის მიღწევა, რომელიც 2 დღის განმავლობაში შეიძლება დარჩეს და აღმოჩნდეს ინსტრუმენტული კვლევისას სისხლში. საშუალო თრობიდან პრაქტიკულად 10 საათში გამოსაკვლევი პირი არის უკვე ფხიზელ მდგომარეობაში. ნარკოტიკულ თრობას, რა თქმა უნდა, ხარისხი არ გააჩნია, პიროვნება კლინიკურად ან იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, ან არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები საშუალოდ ადამიანის ორგანიზმში 1 დღიდან 50 დღემდე, თუმცა ლიტერატურაში არის აღწერილი შემთხვევები, როდესაც 70 და უფრო მეტი დღის განმავლობაშიც რჩება. კვლევის მეთოდიდან გამომდინარე შესაძლებელი არის ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის აღმოჩენა. როგორც ბიოლოგიური მასალა სისხლში, ასევე ბიოლოგიური მასალა შარდში და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მისი გამოსკვლევა შესაძლებელია თმებშიც გამოსაკვლევი პირისაგან აღებულ თმაშიც კი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინსტრუმენტულ კვლევას. ანუ იმუნოქიმიური სტრიპ ტესტები ეს არის ერთ-ერთი სწრაფი კვლევის მეთოდი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია სელექცია გავაკეთოთ, მოიხმარა თუ არა გამოსაკლებმა პირმა გარკვეული ნარკოტიკული საშუალება, თუმცა 100%-ით გადაჭრით დადასტურება, რომ მას ნამდვილად აქვს მოხმარებული, ან ნამდვილად არ აქვს მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება, ამ მეთოდით შეუძლებელია. არსებობს გაცილებით უფრო ზუსტი ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები, რომლის საფუძველზეც კვლევის შედეგად უტყუარი დასკვნა დაიდება გამოსაკვლევ პირს, აქვს თუ არა მოხმარებული ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების დადგენას, დიაპაზონი შეუზღუდავია, რა ნივთიერებაზეც იქნება მოთხოვნა, ბუნებრივია იმ ნივთიერების კვლევა წარმოოს და შეიძლება დადგინდეს არის თუ არა ეს ნივთიერება მოხმარებული.